მოლდოვა ადეკვატურია. აი ეს პატარა სახელმწიფოს ლიდერი მაია სანდუ, სახელმწიფო, რომელსაც აქვს რასაკვირველია პრობლემები, შიდა პრობლემებიც აქვს, დემოკრატიის გამოწვევებიც აქვს. რუსულენოვანი ის მოქალაქეები ცხოვრობენ კიშინიოვშიც და არა მხოლოდ კიშინიოვში, არამედ რეგიონებში უფრო გაფანტულები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ თავის მხრივ რომ რუსეთისაკენ გადაიყვანონ, გადაკაჩონ ეს ქვეყანა. მოლდოვა ადეკვატურია ამ ყველაფრის მიუხედავად 10-ობით ან 100-ობით გამოწვევისა. ის ნახტომებით მიდის წინ ევროკავშირისაკენ. უკრაინა ადეკვატურია, მეთქი ასე ვიტყვი, ადეკვატურია მისი პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდი, რომელმაც საოცრება მოახდინა და არ გულისხმობ მხოლოდ შეწინააღმდეგებას, უკვე 4 წელი რო გაილევა, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა ამ სახელმწიფოში. ადეკვატურია საერთაშორისო ასპარეზზე, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, რომლებიც იანვარში, თებერვალში, მარტში ჰქონდა უკრაინას, მისმა ლიდერმა და საგარეო გუნდმა მოახერხა და მისკენ შემოატრიალა სიტუაცია უკრაინისკენ შემოატრიალა უკრაინისთვის სასარგებლო საერთაშორისო კონიუნქტურაა შექმნილი და მათ შორის რასაკვირველია პირველ ყოვლისა რთული იყო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის შემოტრიალება, მაგრამ ზელენსკიმ ესეც მოახერხა მან დიდო სტატურის, ხო არ არის მეინსტრიმ პოლიტიკოსი, ის ხო საერთოდ სხვა სფეროდან არის მოსული, ხო? ამ ყველაფრის მიუხედავად არა მეინსტრიმ პოლიტიკოსმა, რომელსაც არ აქვს არც განათლება შესაბამისი ამ მიმართულების, არც ცოდნა, მოდი ასე ვიტყვი, არც გამოცდილება არ ჰქონდა, კაცმა, რომელმაც 3 წელი იომა მანამდე, იომა როგორთან, უკვე იანვარში, თებერვალში მას შეექმნა სერიოზული გამოწვევ კრიზისი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, აგე ოქტომბერი მიილევა მალე და აგე ხვალ ის პრეზიდენტი ზელენსკი მიიღებს ლეტალურ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ ტომოჰავკებს. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები მას აძლევს ტომოჰავკებს. და ამის გამოა, რომ რუსეთში არ მინდა მძიმე სიტყვა ვთქვა, რუსეთში გადაფსიხდნენ და კიდევ უფრო მძიმე სიტყვის თქმაც შეიძლებოდა ბილწი მძიმე სიტყვის თქმა. მოლდოვა და უკრაინა ვთქვით, ბელარუსი ადეკვატურია თუ არა, ასაკვირველია, დემოკრატიის ხარისხით კატასტროფულ მდგომარეობაშია ლუკაშენკას ქვეყანა. რასაკვირველია, ის არამს არ დაუშვებს იოტისოდენა დემოკრატიასაც კი, ისეც თუნდაც, როგორიც ჩვენთან არის დაშვებული და როგორიც ჩვენთან ნელ-ნელა იზღუდება, ესეთიც კი იოტისოდენა დემოკრატიაც კი ჩვენთან მარწუხდება, იზღუდება, ხო? მაგრამ ლუკაშენკა ჩვენ დღევანდელ დონემდე არ მოვა, ჩვენ კი ჩავალთ ამ დინამიკით ბელარუსის დონეზე. პრობლემა ჩვენი არის ის, რომ ჩვენი დემოკრატია, როგორც ასეთი დაღმავალი, ანუ ვიყავით სადღაც რომელიღაც წერტილზე, მათ შორის ივანიშვილის მმართველობის პერიოდში და ესე ნაბიჯ და მე უკვე ნახტომებით ჩავხტით, კი არა ავხტით, რომელიმე აღმოსავლურ ევროპული სახელმწიფოს დონეზე, არამედ ჩავხტით არა დემოკრატიული სახელმწიფოების დონეზე. ეს აფსიხებს სხვათა შორის ბიზინა ივანიშვილს. ის ვერ იგებს, მას ვერ გაუგია, რომ თუ შეიძლება რომ ელაპარაკებოდეთ ბელარუსს და ტრამპი დაელაპარაკა ბელარუსის ლიდერს, თუ შეიძლება რომ ელაპარაკებოდეთ ალიევს, რაც ასევე კატასტროფული მდგომარეობაა დემოკრატიის თვალსაზრისით, თუ შეიძლება რომ ელაპარაკებოდეთ ცენტრალური აზიის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს, თუ შეიძლება რომ ელაპარაკებოდეთ სომხეთს, თუ შეიძლება რომ ელაპარაკებოდეთ თურქეთს, რომელშიც დემოკრატია ყვავისო, რასაკვირველია, ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ქემალ ათათურქის საწინააღმდეგო ნაბიჯები 1 და 2 კი არა, 10 და 20 და 40 გადადგა რეჯეპ ტაი ერდოღანმა ამ წლების განმავლობაში. მას რატომ არ მელაპარაკებით მეო? აი ეს არის იწროტვინიანი ბიზინა ივანიშვილის აზროვნების თვალსაწიერი, აზროვნების კუთხე ან აზროვნების მასშტაბი სად არის, მაგრამ მაინც. ხო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოლდოვა ადეკვატურია, დემოკრატიული. უკრაინა ადეკვატურია, დემოკრატიული. ბელარუსიც კი ოდნავ ადეკვატურია ვიდრე ჩვენ.
სომხეთი დემოკრატიის გზაზე შემდგომი ადეკვატურია, როგორც მოთამაშე ალიევი, არადემოკრატიული აზერბაიჯანი ადეკვატურია. ყველა ადეკვატურია გარშემო ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გარდა და ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ ეს ჭორვილ-აბასთუმნელი ადეკვატური არ არის და რატომ არ არის ადეკვატურიო თუ ვინმე იკითხავს, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას ჯერ კიდევ 90-იანებში, როდესაც მაღალი ალბათობით ის იყო შერჩეული შევარდნაძის შემდგომ მმართველად საქართველოში და უბრალოდ ვარდების რევოლუციის გამო ჩაიშალა ეს მოსკოვის პროექტი B2-ის ფილითი არ გამხსენებია, C2/24 პირობითი სახელწოდებით ცხადი, ანუ პროექტი ბიზინა ივანიშვილი მოვიყვანოთ ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებაში. იმ პერიოდიდან მოსკოვს შერჩეული ყავდა ბიზინა ივანიშვილი, ბორინკა ივანიშვილი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბევრი ფული ჰქონდა და გავლენები ჰქონდა და უკვე იმ თავითვე უნდა ჰქონდა გავლენები და ის ამ ფულით, რომელსაც მოსკოვი აკონტროლებს მის ნაწილს, ყოველ შემთხვევაში დიდ ნაწილს, მოისყიდიდა ინტელიგენციას, ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენდა ძალკეული ელიტებისა მის მიმართ, ანუ ჭორვილისტანის მიმართ და ასე შემდეგ, არამედ იმიტომაც იყო შერჩეული ამგვარი change ლიდერი, რომ ის იყო შეშლილი. და შეგნებულად ბიზინა ივანიშვილის შერჩევა მოხდა, სწორედ ამგვარი პირის შერჩევა მოხდა. კი, სხვებიც იყვნენ რუსეთის ნავში მოთამაშენი, რუსეთი არასოდეს არ დებს ფსონს ერთ ადამიანზე. იქ პაკლოდნაია გარაზესი არა, ქალბატონმა ბურჯანაძემ, გულახდილებით თუ ვიქნებით და ბადრი პატარკაციშვილის იყო რასაკვირველია ერთ-ერთი პროექტი, მაგრამ გვარიერად უკან, მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზზე გამოუშვეს, უკან დგომი და გაცილებით არაპროგნოზირებადი რუსეთისთვის, ვიდრე ბიზინა ივანიშვილი არის თუ იქნებოდა. ხო და ყველა ადეკვატურია და ეხლა ეს კითხვა ბიზინა ივანიშვილისეული არა ამათი ყველას. რომ ჩვენ რატო არ გველაპარაკებით, იმიტომ არ გელაპარაკებიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ხართ დემოკრატიულები, გასაგებია, მაგრამ არადემოკრატიულ აზერბაიჯანს აგელაპარაკებაო, თქვენ მიპასუხებთ და მეც დაგეთახვებით, კი, არადემოკრატიულ აზერბაიჯანს ელაპარაკებიან. არამედ არც მხოლოდ იმიტომ, რომ უკანონო არჩევნებით, არასამართლიანი არჩევნებით, არალეგიტიმური არჩევნებით მოხვედით დარჩით ხელისუფლებაში. მოხვედით 12-ში ლეგიტიმური არჩევნებით. არამედ იმიტომ, ეს კიდე პრობლემებია რასაკვირველია, მაგრამ იმიტომ, რომ ადეკვატურ ნაბიჯებს არ დგამთ. როგორც ასეთი ადეკვატურ ნაბიჯებს არ დგამთ. არაადეკვატურობის მადასტურებელი არის პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს, ბოლო ამბავი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმებისა არის მადასტურებელი არაადეკვატურობისა. ახლა რომელიმე კოცი იკითხავს, რა ტომ არ ჰქონდა უფლება საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას, რომ დაეჯარიმებინა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიო. მე რა ვიცი, საბოლოო ჯამში, მე ხო იურისტი არა ვარ, მაგრამ აი იურისტ სანდრო ბარამიძეს კი უნდა მოусმინოთ, რომელიც ამბობს შემდეგ რამეს. მე ჩავიკითხავ მის არც თუ ვრცელ სტატუსს ალაგ-ალაგ მაინც. დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 61 წლის კონვენციის 31 მუხლის პირველი პუნქტი უცხო ქვეყნის დიპლომატებს მით უმეტეს საგარეო საქმეთა მინისტრებს სრულ იმუნიტეტს ანიჭებს სისხლის სამართლის საქმეებში. სხვა სიტყვებით, დიპლომატის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცემა მასპინძელ სახელმწიფოს არ შეუძლია. იგივე მუხლი უცხო ქვეყნის დიპლომატებს იმუნიტეტს ანიჭებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში, ანუ გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, რომელსაც ვერ დააკისრებს ვენის კონვენციის თანახმად, ესენი რომ ამბობენ, რომ დაარღვიეს ვენის კონვენციაო, დიპლომატებმაო ტყუილია, ვენის კონვენციის 51 მუხლიც არ არის დარღვეული, ბარემ ვიტყვი, მაგრამ აგებატონი სანდრო, როგორც იურისტი, ამას განმარტავს ბევრად უკეთ ვიდრე მე. ანიჭებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში სისხლის სამართლის საქმეების გარდა იმუნიტეტს. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან ან ოფიციალურ ფუნქციების გარეთ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სარჩელებს. არც ერთი არ ყოფილა ეგრა მაგის პასუხია ჩვენს შემთხვევაში. ჩვენს
და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევაში. რადგან ზემოთ აღნიშნულ გამონაკლისებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ამასთანავე ეუთოს თავმჯდომარის შემთხვევაში ადგილი არ აქვს, წერს ბატონი სანდრო. შესაბამისად მის მიმართ ქოცების მიერ გამოწერილ ჯარიმასაც ყობახიძეს რომ დავესესხო ჩალის ფასი აქვს. დიახ, ჩალის ფასი აქვს, თუმცა განვაგრძობ ამ სტატუსის კითხვას ერთი კითხვა მაქვს. შს და ეს პოლის G და პროტოკოლს G. თუ არ ვწდები ეს ორი საიტია, რომელიც აქვეყნებს ჯარიმებს. გამოაქვეყნებს თუ არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს ჯარიმას, მინისტრის ჯარიმას საკუთარ ვებ პლატფორმებს. რა პირადობის ნომერს მიუთითებს და რა უძრავ ქონებაზე ან მოძრავ ქონებაზე ექნება პრეტენზია. ცხადი არც ერთზე, მაგრამ ამ კანონს თუ ვერ აღასრულებ, რა საჭიროა ის კანონი, რომელსაც ვერ აღასრულებ და ბანძდები. და მე მიხარია გულახდილად გეტყვით, რომ ესენი გაბანძდნენ მორიგჯერს. იცოდნენ ქოცებმა ეს? კითხულობს ბატონი სანდრო. არ ვიცი, შეიძლება იცოდნენ, შეიძლება არც იცოდნენ, რადგან ბევრ მათგანს უბრალოდ განათლების პრობლემა აქვს. პრობლემა, დიახ. გარდა იმისა, რომ შეშლილნი არიან და ბიზიდევანიშვილი ჭყიპება ღმერთმა უწყის რით. ანუ შამანები ჭყიპავენ, მე ხო მართლა არ ვიცი ეხლა ეს კატის ღვიძლის ნახალშია თუ ყვავის თირკმლის ნაჟური. გარდა იმისა, რომ ესენი შეშლილები არიან ბიზიდევანიშვილის თავკაცობით, გარდა ამის არიან უვიცი შეშლილები არიან. და რაღაცა უვიცები არიან, შეიძლება ეს სულაც არ სცოდნოდათ. ქოცებს ძალიან უყვართ ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველ პუნქტზე მითითება ბრძანებს ბატონი სანდრო, ეს მუხლიც არ დაურღვევია, ეგრა მაგის პასუხია. ბატონი სანდრო ალბათ დამეთანხმება ამ სტატუსს ჩავიკითხავ, რომლის თანახმადაც იმუნიტეტით მოსარგებლე პირებს აქვთ ვალდებულება პატივისცემა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს და არ ჩაერიონ სახელმწიფოს შიდა საქმეებში. დიახ, ასეა. მაგრამ მე გუშინაც განმარტე, რომ ვენის კონვენციის 51 მუხლი არ დაურღვევია საგარეო საქმეთა მინისტრს ვალკონენს, იმიტომ რომ აქციაზე გასვლა არ ნიშნავს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. ეს ერთი. მეორე, განმარტე და ბატონი სანდროვან იურისტები დამეთანხმებიან. ერთია იყო, რომ არადემოკრატიული, მაგრამ არჩეული, ვალიევი, ასე მაგალითად პუტინი მაგალითად, მაგრამ არჩეულია. კი, კანონების დარღვევით ჩატარდა არჩევნები, რასაკვირველია, უკონკურენტო იყო, ასე შემდეგ, მაგრამ ის არის კანონიერი ხელისუფლება. ალიევიც და მათ შორის, იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს. ხელოვნურად არ არსებობს, განა არა. ალიევი აქ არ გამოვა, ალიევის გაკეთება, აზერბაიჯანის გაკეთება, პარე. ხო, კადიროვშინა ასევე არ გამოვა, რასაც აპირებს საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ რატო ვამბობ ამას? ვენის კონვენცია არ დაურღვევია არც 51 მუხლი, მათ შორის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იმიტომ რომ ეს იყო გაცნობითი სახის შეხვედრა და გაგება რა უნდა დემონსტრანტებს და იმისთვის რომ უკეთ გარკვეულიყო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ამგვარი შეხვედრა დროის მჭიდრო მონაკვეთში იყო გარდაულა და აუცილებელი ზოგადად ჩვენთვისაც და მისთვისაც რომ უკეთ გარკვეულიყო ამბებში. შესაბამისად ისინი მუდმივად აპელირებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზეო, მაგრამ აქაც ადგილი არ აქვს. უკაცრავად ადგილი აქვს საერთაშორისო საქმეების სიღრმეების უსაუდინრობას, საერთაშორისო სამართლის სიღრმეების უსაუდინრობას. როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, მათ დარღვევაზე მითითება და ამ დარღვევის აღმოფხვრისაკენ მოწოდება სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და არ ითვლება, ამბობს ბარამიძე. ტაბლიაშვილი რასაც ამბობს, ეს გაიგეთ. უნდა დაიმახსოვროთ. მე რასაც ვამბობ, ეს არის სიმართლე, მაგრამ იურიდიულ საკითხებში რასაც ამბობს ჩემზე ბევრად კვალიფიციური პირი სანდრო ბარამიძე, ეს კიდევ უფრო მეტი სიმართლეა. ანუ მე შეიძლება ყოველდღე ვარ ეთერში ბატონი სანდრო კვირაში ერთხელ, მაგრამ ბატონი სანდროს კვირაში ერთხელ ამგვარი კვალიფიციური ანალიზი მეტია ვიდრე ჩემი ყოველდღიური ანალიზი. თუმცა ემთხვევა, აკითხარით, მაგრამ მას უნდა ენდოთ, მე ნაკლებად ვტუნდებოდ. გაეროს წესდებიდან და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი გლობალური და რეგიონული კონვენციებიდან გამომდინარე არ ჩაითვლება ეს დარღვევა. სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოს, შებოჭილნი არიან ამ კონვენციებით და სხვა ხელშემკვრელ მხარეებს არამხოლოდ უფლება აქვთ შეახსენონ რეჟიმს ამ ვალდებულების შესახებ, არამედ ეს მათი ვალიცაა. ეხლა განვაგრძოთ კითხვა. ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ბევრი ჩვენგანი ამბობს, რომ ძლიერიაო. ბევრი ჩვენგანი ამბობს, რომ სუსტი წერტილი ვერ მოუძებნეთო. ბევრი ჩვენგანი ამბობს, რომ ჩამოიჩლება მალეო, ესეც მსმენია და ბევრი ჩვენგანს მსმენია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ ნახეთ, აი ვალკონენის უფროსი, ნახეთ სად არის
ვალკონენის უფროსი პრეზიდენტის სტუბი არის პრეზიდენტ ტრამპი, ხშირად სტუმრობს და გოლფსაც თამაშობს ხოლმე, ეგრა მაგის პასუხია. ხო, ეს არ არის ბოლო ფოტო, ახლანდელი ფოტო, მოდი ახლა ესე ვიტყვი, მაგრამ ეს არის მადასტურებელი რუსეთი, რომ სტუბი ტრამპის მაგაცია. ეხლა სხვა რამეზე ვილაპარაკებთ. დიახ, ეხლა მე გეკითხებით, როგორ გონიათ, როგორ ჩამოიშლება ეს ბანდა ხელისუფლება? იშლებიან, აგონიაში არიან, ეს შეიძლება სწორია, შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ რომ იჩალიჩებენ ამგვარი ქმედებები. ეს კი ნათელი. იჩალიჩებენ უკლებლივ ყველას შემოწყრომას, უკლებლივ ყველას გაბრაზებას შორეული ფინეთისა და ახლომდებარე აზერბაიჯანისა. მოსაზღვრე აზერბაიჯანისა და შორეული ფინეთისა. ესენი ყველას იყიდებენ, გადაიყიდეს, ასე ვიტყვი. ეს არ ნიშნავს, რომ ფინეთი ააფრენს ეხლა ავიაციას და აბასთუმნის უღრანების ბინადრის 25 მეტრიან ბუნკერებს დაბომბავს. რასაკვირველი არა, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით მართლა 25 მეტრიანია მისი ბუნკერები, საკმაოდ მყარადაც გამაგრებული, მაგრამ უფრო მყარად ფორდო იყო გამაგრებული, ეგრა მაგის პასუხი არაფრისკენ არ მიგანიშნებთ, არაფერზე არ მიგანიშნებთ. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ააფრენს ოდესმე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბიზინა ივანიშვილს უკაცრავად რუსულიზა ჩერეზ რუსეთი ან რუსეთის გარეშე დაელაპარაკებიან. და ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ყოვლისა დაელაპარაკებიან პუტინს, რომ იცი რა არის? ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის შენთან მიმართებაშიც. და შენ უნდა შენივე ხელდასმული ბიზინა ივანიშვილი წაათრიო. უღირს კი პუტინს ჩაფიჩინება, ჩაბღაუჭება ბიზინა ივანიშვილზე, რომელმაც დავალებებიც ვერ შეასრულა ბოლომდე, რუსული დავალებები, ანუ საქართველოს ამ წუთამდე უმძიმეს მდგომარეობაში კი არის, მაგრამ რუსული არ არის. პუტინს უნდოდა 26 ოქტომბრის გასული წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას მართლა მოეგო 120 ხმით, რომ ყისიერად შეერთებოდა ლამის საქართველოს რუსეთს. და პროტესტიც არ ყოფილიყო და ბიზინა ივანიშვილმა ეს დავალებები, მე მცირე ნაწილს ვამბობ, კიდევ ვერ შეასრულა. ხო და კითხვა მაქვს. დაელაპარაკებიან თუ არა პუტინს? დახურული არხებით ცხადია. ერთხელ მაკფოლს რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის. რა თქვა მე აქ ამგვარი რა თუ მოვიზიე მე ნახავ და მეგონი ეს ვახსენე კიდეც ერთ-ერთ ჩემს ვიდეო ბლოგში შეიძლება არც. რომ მაკფოლს უკითხავს რუსეთის მაღალჩინოსნების ცხადია რიტორიკული კითხვაა რომ რუსულად ვიტყვა თუ ქართულად? ქართულად ვიტყვი. მე რუსულად ამაქვს საკითხული. რა ღირს განა საქართველო? რა ღირს განა საქართველო? რომ გვითხრათ მაინც. რომ ვიცოდეთ მაინც. დაბნეულ სახიან რუსეთის საგარეო სამინისტროს უწყების თანამშრომლებს ცხადია არაფერი არაფერი პასუხი არ გაუციათ, არაფერი არ მოუღლუღავთ, არაფერი არ უთქვამთ. რა ღირს საქართველო? რაღაც მართლა დოლარებში ხო არ არის საქმე, ხო? 30 ტრილიონი, ვინ თქვა? იქნება 40, იქნება 120, იქნება არ ვიცი ტრილიონს იქით რაც არის იმდენი, რაღაც 80 ის ფულის ერთეული, ფულის მოცულობა, ხო? რაოდენობრივი მოცულობა, რაოდენობრივი მაჩვენებელი. ხო, არავინ არ იცის, მაგრამ აქ ხო რიტორიკაზე და იმაზეა ლაპარაკი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, იყო და მზად არის ახლაც გადაიხადოს საქართველოში უზარმაზარი ფასი და საქართველო დაიბრუნოს საკუთარ სივრცეში. აქ ხო აბაზია ლაპარაკი, იმიტომ რომ გენერალური ინტერესებია ამერიკის შეერთებული შტატებისა კავკასიის რეგიონში და მათ შორის საქართველოში. აქედან გამომდინარე, დიახ, არავინ არ გადაიხდის ახლა 1 მილიარდსაც კი მოსკოვის ჯიბეში საქართველოსთვის ესე პირდაპირ ნუ წაიკითხავთ, მაგრამ საქართველოს რო ძვირფასი ქვეყანა, ეს კი ნამდვილად უნდა წაიკითხოთ. და საქართველოს ძვირფასია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი იბრძვის. და ამათ ბანდიტებს დასცინის, მათ შორის სხვა ბრძოლის მეთოდებსაც იყენებს, მაგრამ მათ შორის დასცინის. ეს არის გარდაულად აუცილებელი ჩვენთვის, ჩვენივე თვით შეფასებისთვის, მათ შორის. იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს დაუდასტუროთ, რომ საკმაოდ რეზისტენტული ქვეყანა ვართ, რეზისტენტული საზოგადოება ვართ, რომელიც არ და ვერ ეპუება იმას, რასაც გვთავაზობს რუსეთი ჩვენ, რა პროექტსაც გვთავაზობს ჩვენ, გვთავაზობსაც ხმამაღლა თქვა, აკეთებს საქართველოში რუსეთი. ამბავიც ეს არის. და აქედან გამომდინარე, როდის მოხდება კვანძის გახსნა საქართველოში?
დაელოდეთ ბევრ პროცესს, დაელოდეთ ბევრ ამბავს, დაელოდეთ ზოგი ადამიანის გააქტიურებას, ზოგი ადამიანის სრულიად არაორდინალურ ნაბიჯს, გაგაკვირვებთ ისეთი ნაბიჯები იქნება გადადგმული სხვათა და სხვათა ხარიდან თუ მიერ ეს ამ ყველაფერს დაელოდეთ. მაგრამ ასევე არ მოვიღალოთ, მაგრამ ესე თუ დროის კატეგორიებით არ ვიმჯერებთ, მაგრამ მოვლენათა კატეგორიებით ვიმჯერებთ, უკრაინის კონფლიქტი მთავრდება თუ არა, როცა მთავრდება. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი მზერა ავტომატურად გამოიპარება საქართველოსკენ. საქართველოსკენაც, იმიტომ რომ შავ ზღვაზე რუსეთის სატელიტს არავინ დატოვებს. ამიტომ მეჩქარება პუტინს, რომ მანამდე უფრო მოიხელთოს საქართველო, იმიტომ რომ მან პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ უფრო უკეთესი სასტარტო მდგომარეობით უნდა დაელაპარაკოს დასავლეთს თუ დაელაპარაკება, თუ საქართველოს საბოლოოდ ეყოლება გაუპატიურებული. გაუპატიურებას ცდილობს პუტინი საქართველოსი არა მეთქი ვერ ვიტყვი ხა ჩვენს ქვეყანაზე ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ და პირდაპირ მნიშვნელობითაც წაიგითხავთ ბიზინა ივანიშვილისა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისა ყველა ფერზე უნდა მოაწერინოს ხელი, რომ მე რომდენი დასავლეთთან ვაჭრობის ასე უნდა თქვა დროს თქვას რომ ვიცით რა არის, ქართველებს ეზდობებიათ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას ეზდობებია, თქვენ რატო ერევით? არა, დასავლეთი მაინც გამოსტაცებს საქართველოს კლანჭებს. კლანჭებისაგან იხსნის, ხო, ჩაფრენილი იქნება რუსეთი, მაგრამ უფრო რთული იქნება მერე. ჩვენი სასტარტო მდგომარეობაც უფრო რთული იქნება. ამიტომ, მაინც და მაინც მოიწყენთ და ამათგან უარესებს დაელოდეთ ბანდიტებისგან, პოროტმოქმედებისგან. ხოლო ჩვენ კი ბრგედ უნდა ვიყოთ, რა საკვირველია. ასობაში დედაჩები ბიდეკავს, მე ამას გავთიშავ თქვენის ნებართვით და იქ კიდე დედაჩებს უპასუხებ.